რაც არის არა აი რეალური ალასარია თავისი მისი პოლიტიკური ანატომია აი შინაგანი პოლიტიკური ანატომია და ვითხოთ რა ამ ადამიანებთან და მე ვიმსჯელოთ ამაზე ეს რამდენად ადეკვატურად დაემთხვევა რესპუბლიკელების აი იმ პრინციპებს რომელსაც ჩვენი საზოგადოება იცნობს და რომლისთვისაც ჩვენი საზოგადოება დღეს მოუმზადებელი აღმოჩნდა აი ვერ ვისაუბროთ ამაზე რა იქ სხვა პრინციპებია კიდე 1000 ნიუანსებია არც თუ სასიამოვნო თქვა იგივე აი ეს ზვიადისტების პოზიცია სხვა მოგროვდება კიდე ესეთ პოზიციები ხო შეიძლება მაინც რაც არ უნდა ვიძახოთ ევროპა ჩვენ ვართ კლასიკური აღმოსავლელი ხალხი ну ვართ ეხლა ეს ცუდი არ არის ბათო რა აღმოსავლური კულტურა პოეზია და ეს როცა არსებობდა ევროპა მაშინ შეიძლება სუბიექტური იყოს ჩვენ მაინც ეგრესული ცივილიზაციის ნაწილი ვართ ეს შორსაგებად ამ თემაზე საუბარი არის ეს ბაზოსო უცნაური რამ ხდება და უცნაურად მიდის ყველაფერი ჩვენთან კახით ეს დაუშვათ აი მემარჯვენეების დაუშვათ მოთხოვნილება ახალი ვარიანტისა იქივე არის იქეთკენ აგერ ბურჯანაძის ფენომენი და მოვლენა ლეიბორისტები არ არიან ხელწამოსაკრავი და რასთავარე ზუმარე უმრავლესობა 50-60% მოლოდინში არის აგერ პაკრაძეს რაღაცა ამბიციებითა და რაღაცა განცხადებებით გამოგზავნა და მივიღებთ ცვლილებებს საკონსტიტუციო საარჩევნო კოდექსშიო რეალურად თუკი შევხედავთ ამერიკა არავისზე ესე ვთქვათ ფონს არ ძებს ჯერჯერობით რა ვიცი მიდის დინებით ყველაფერი შეიძლება რომ აი ამ დეკემბერ-იანვარში რაღაცეების დაკრისტალება არ მოხდეს არ შეიძლება რომ აი რაღაცნაირად ჩვენ შიგნით არ გადავხარშოთ რა გვინდა და როგორ გვინდა რომ შევსაუბროთ ცვლილება რომ ყველა სურს ეს ჩანს იგივე სააკაშვილის ქმედებებში იბრძნობა ეს არ ვარ ცუდი ბიჭი კარგი ბიჭი ვარ და მოგწევთ რა შემეშალაო მოლოდინია უცნაური თქვენ ბრძანებთ რომ დაღვინება და დაფიქრება გმართებს და დროში გაწევა ამ პროცესს არ შეიძლება ელემენტარულად გაზაბულობა არის ელემენტარულად ზამთარი მოდის შეიძლება გაზმზე რაღაც პრობლემა მოგვივიდეს შუქზე რაღაც პრობლემა მოგვივიდეს და ნაციის ესე აი მდგრადობა არის საფრთხის ქვეშ ნაციის მდგრადობა შეიძლება ფიქრობა ესე ჩამოკიდებულ მდგომარეობაში დიდხანს არ შეიძლება იყოს ჩვენი ესე იგი ნიშნები კი მაგრამ რასაკვირველია ეს სწორია პრინციპში მაგრამ პოლიტიკაში ხო ერთ-ერთი მთავარი რა არის რომ ესა თუ ის პოლიტიკოსი საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდეს აი ეს საჭირო დრო თქვა აი გავაგზავნებ შენ იმას რა შენ სტილს ასე ვთქვათ ისტორიაში თქვა ექსკურსებს თქვა მიტერანმა წააგო მისმა პარტიამ არჩევნები მეორე ვადით იყრიდა კენჭს საფრანგეთში კაციშვილი არ იყო ვინც თქვა 1 ფრანკს დადებდა მიტერანის შანსზე ხო ესე მაგრამ მე რო წამოაყენა თავისი კანდიდატო დიდხანს არ აყენებდა და ამბობდნენ რომ მორჩა აღარ არის აღა მიტერანი წავიდა და გათარგმნილია მაგის ამბავიო უკვე შირატი მოდის მაგრამ რო წამოაყენა და გაიმარჯვა მე სულ ყველა მესმის ეს რო შეგი ეს რა მამაზაღლი ყოფილა როგორ შეარჩიაო მომენტიო პარტიამ წააგო ისმა და ლიდერმა მოიგო ნუ ეს ხო ნონსენსია რა პოლიტიკაში ამით მე ისი თქმა მინდა იცი რომ აი კი აჩქარება და ეს ერთ ძალიან ცუდია ვთქვათ გაყოლნება იმიტომ რომ მატარებელმა არ გაგასწორს მაგრამ უფრო ცუდია ელმავალის წინ სირბილი მოდი ესე იგი ნუ ელმავალის წინ ვირდეთ იმიტომ რომ რაც არ უნდა ირბინო შენ სულ რო კუცი გახდე და ეს რა ქვია ხაბიბა ის გახოს არა ეთიოპიელი მაინც გაგეწევა ელმავალი ოთხმავალი ჯობია ხო ოთხმავალი მაინც გაგეწევა რაც არ იყოს და არც უნდა გავხდე და აი ეს არის შეგვამბობ რომ აი ეს შეიკრიფოს 10 თუ 15 20 აი მაგათი ალბათ თავარი ფუნქცია ის უნდა იქნება რა იცი რომ აი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების მაჯის თემაზე თითი ედო და თქვა რომ აი ეხლა მაჯის თემა უკვე არის რაღაც
აი მომენტში, როცა უკვე საჭიროა ჩარევა. ან არითმია არის, ან ეს რაღაც ჩარევა. აი ეს არის ესე რომ ვთქვათ, მაგრამ კიდე გეუბნები ვინ შეაბავს კატას ეჟვანს. ვინ ეთქვის ახლა 60 თუ 80 თუ 100 პოლიტოლოგს და ლიდერს რომ იცი რა შენ დრო ჯერ არ მოსულა შენ შეიძლება ერთი 15-20 წლის მერე მოდი ახლა ამ 15-მა კაცმა გადაწყვიტოს აი ეს საკითხი ვინ ეთქვის აი გეუბნები თქვი შენ უთხარი კი ბატონო აგერ ვიტყვი გადაწყვეტეთ დაჯექთ ყველა ერთად და ყველა ვინ აი ვინ ყველა ვიცი ვინ საერთოდ ხუთი ძალა რეალურად საქართველოს ხუთი ძალა მაგრამ ნუ კარგი რა ხუთი ძალა ეს არის ვინც აღიარებულია ვინც აღიარ მაგრამ ხუთჯერ ხუთია ვინც თვითონ აღიარა თავისი თავი არავინ არ აღიარებს მაგრამ თვითონ აღიარებს თავის თავს რამდენი პარტია ამალაა აი ამალა რომ ლიდერს ხავს 4 ამალა და ის პარტია ეხლა ჩამოვხოლოა ხა? არ ვიცი ღამის 11 საათამდე ვერ მოვწერდი 190-ია აბა მოდი მას ხვალ მოვლენ ახლა და აი ეს ტიკეტირებას მოგიწყოთ შემოსასვლელში ყველანი აი კაცო არის ბალანსო ყოველ შემთხვევაში გამოწვევები არის საშინელი ძალიან ცუდი ჩვენს გადობას მე ხელს ესეულადო გადობას გასნობია რომ უნდა რომ ჩამოშლაგერა ძალეთო არ ხდება თუკი რაღაცა გონიერად არ დადგა ქვეყანაზე აქ უკვე საუბარი ეს უკვე ყველა პარტიას და მის თავმჯდომარეს ქვეყანა არის ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ ანაკ პოლიგონი მოხდება ორი ძალის არის ორი ძალა გარიგდება და ვირას შეგაკეთება ჩვენ ეს მაინც და ვირას როგორ გადაინაცვლებს საფრთხეები არის და მე ვწლება გულე რომ ჩვენი საზოგადოება აი ცოტა გვიანებს ადეკვატურად შეაფასოს და აღიქვას ეს სიტუაცია. აბსოლუტურად საზოგადოება იყო. მე მოგწევთ რა, ისტორიაში ასეთი ცნობილი არა ის ადამიანი, ვინც თქვა რომ წამოგავიდეთ ამ თათრების ჯინაზე და ფეხი არ დავადგათ ხალხსაო. 100,000 ქართველი ბატონო. დიდი ქალაქი იყო მაშინ თბილისი და 100,000 ქართველმა თავი გაწერა იდეა. კი. ისეთი რომ მოხდეს, რომ მოხდეს რაღაცა ისეთი რომ მასთან ბრალდება გადავარჩინოთ. ახლა ნეტარმოწმუნეთა როლში ნუ გამოვალთ, მოდი, თავარი მაინც რეალისტები ვიყო, ჩვენ გვაქვს ის, რაც გვაქვს დღეს. და არა ის, რაც გვინდა რომ გქონდეს. ჩვენ ვარ ის, რაც ვარ და არა ის, რაც ჩვენ გვინდა და რაც სადღეგრძელოებში ვართ, რა? არა ვართ ასეთი. აი აქედან გამომდინარე მე ვიდეო ესე ჩემი აზრი ესეთ რომ თუ დარჩა კიდე ინტელექტუალური პოტენციალი ინტერესებს იგი მისი აკუმულირება მისი თქვა აი როგორ თქვა მისი მოხმობაა საჭირო მაგრამ სად ვის დღეს ყველას თავი ვის გონია მითხარი დღეს შენ გამისახელე ჩვენი რომელიმე პარტიის ლიდერი აი რომელსაც სულ ცოტა ბისმარკზე ნაკლებად გონია თავი აბა გამისახელე რომელიმე რა აი რომელიმე პრობლემები გვაქვს მოდი შევხსნათ რომ პრობლემები ძალიან სერიოზული გვაქვს ამათ რო არ შევხსნათ აღარ იქნება პრობლემები არა ნუ გამოსავალ ეთყობა არავინ არ აპირებს რომ გამოსავალი კოლექტიურად გამოინახოს ერთი წელს და დანარჩენი აგინებს. ესაა ჩვენი რეალობა და ექსპერიმენტება. ეს ვიდა დაგიფიქსიროთ და თქვენ ფაქტურად ეს ვიწყეთ. მადლობა გაგიცადეთ და სოციალურ მოგზაური ჩვენთან მართლა გამიხარდა რამდენი წია ჩვენ არ გვისაუბრია. ელი მადლობა საინტერესო საუბრისათვის, პატარა სოციალინცაზე გახდა ჩვენი სტუმარი. იყო დრო რომ პრეზიდენტის მრჩეველი იყო ყველაფერი. ეხლა აგერ ხარ ჩვენთან და დამეწუნეთ ძალიან საინტერესო მოსაუბრებს გავლები. დიდი მადლობა. დიდი მადლობა რომ ვისმენთ ბატონებო, კარგად გზავნებოდეთ ნახო. დიდი მადლობა.